ესე იგი ჯერეთი ყველას მოგესალმოთ, აქ ხართ სტუდენტები შეკრებილი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის, აქ ოზურგეთის იუსტიციის სახლის შიდა ეზოში. მინდა მივესალმო ოზურგეთლებს, მე არასდროსაც დამოვიწყდება ჩვენი ბოლო შეხვედრები აქ, საერთოდ არც ერთ შეხვედრება, მაგრამ ბოლო შეხვედრები განსაკუთრებით, როცა ეს სახლი გავხსენით, როცა საავადმყოფოები გავხსენით, მინდა აქაურ საზოგადოებას უთხრა დიდი მადლობა მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის, ისე როგორც საქართველოს ყველა რეგიონში სადაც ჩავდივართ, მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის არ მქონდა შესაძლებლობა მადლობა მინდა უთხრა ბათუმელებს, ქედელებს, რომელიც როცა ჰილარი კლინტონი იყო ჩამოსული გზაზე დამწყივდნენ და საათობით ელოდებოდნენ, რომ გამოეხატათ მათი კეთილგანწყობა და სტუმართ მასპინძლობა. ნამდვილად არა მთავრობის დაკვეთით, მაგრამ აი მართლა გულიდან ამოსული იყო. მინდა მათ ამ დიდი ენთუზიაზმისთვის მადლობა უთხრა. მინდა მადლობა უთხრა, არ მქონდა შესაძლებლობა ქუთაისელებს, იმისაც რომ 26 მაისის აღლუმზე 10,000 ქუთაისელი მოვიდა. მინდა მადლობა უთხრა ქუთაისელებს მათ მიერ გამოჩენილი ენთუზიაზმისთვის, ხარდაჭერისთვის, სიბრძნისთვის, წინდახედულობისთვის და მე რა თქმა უნდა ეს არასდროსაც დამოვიწყდება. მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, რომ ჩამოხვედით და ესწრებით ახლა ამ ახალი სტუდენტური კარტის პრეზენტაციას. იმიტომ რომ სტუდენტობა არის ის თავარი ხალხი, ვისთვისაც ჩვენ ყველანი დღეს უკვე ვცდილობთ რომ მივახციოთ შედეგს. ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ქვეყანა ერთად შევცვალოთ თქვენი მონაწილეობით უკვე ზოგადად რაღაც აბსტრაქტულ შედეგს კი არა საუბარი, დღეს რას უნდა მივახციოთ იმისათვის რომ ხვალინდელი დღე იყო უკეთესი თქვენი მეშვეობით. თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს სტუდენტური დასაქმების პროგრამა 25,000 სტუდენტი დარეგისტრირდა წელს პროგრამაში და მინდა უთხრა ყველას რომ ჩვენ მომავალ წელს ამ პროგრამას გავაფართოვებთ 40,000-მდე უკვე და ახლავე გვინდა ვიცოდეთ ციფრები, იმიტომ რომ მომავალ წელს ჩვენ ბევრად მთელი წელი უნდა ველაპარაკოთ დამსაქმებლებს და მინდა გამოვაცხადო რომ ყველა 25,000 სტუდენტი ვინც მოინდომებს რომ მომავალ წელსაც იყოს ამ პროგრამაში, წელსვე შეუძლია დარეგისტრირდეს და ავტომატურად ექნება მომავალ წელს ადგილი ამ პროგრამაში და პლუს მომავალ წელს დაემატება 15-20,000 დამატებით, ვინც შემდეგ მოისურვებს პროგრამაში. ასე რომ ეს არის დასაქმების პროგრამის განხორციელება და გარანტირება უკვე ახლა, რომ შემდეგ წლებში სტუდენტები იქნებიან დასაქმების პროგრამაში. თან წელს თუ უმეტესობა მაინც სახელმწიფო დაწესებულებებია, მომავალ წელს უმეტესობა იქნება ბიზნესი და იმის შემდეგაც დარწმუნებული ბიზნეს დავარწმუნებთ, რომ თანადამფინანსებლად გამოვიდეს ამ პროგრამით, იმიტომ რომ წელს და მომავალ წელს ჩვენ ძალიან ეფექტურად ჩავატარებთ ამ ყველაფერს. მეორე რაც ჩვენ შემოგვაქვს, ეს არის სტუდენტური კარტი. სტუდენტური კარტი ეს არის უბრალოდ პიროვნული იდენტიფიკაციის პარათი, რომელიც საქართველოში გვაქვს. იმას ეწერება სიტყვა სტუდენტი, როგორც კი დაეწერება სიტყვა სტუდენტი, ამას მოყვება თავის მაგიური შედეგები, რომლის შესახებაც ახლა შეგატყობინებთ. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ სად არის? ეს არის სტუდენტური პარათი, აი ეს. და რა შედეგები მოყვება ამ სტუდენტურ პარათს თქვენთვის? მინდა წაგიკითხოთ. ესე იგი პირველი სტუდენტური პარათის ჯერდი ამის აღება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არის 35 ლარი. ყველა სტუდენტისთვის ეს არის უფასო, როგორც სტუდენტი იწერება, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის ეს არის უფასო. თუ სტუდენტს ბედმა გაუღიმა, რომ მანქანა ყავს, ან ყავს მშობელი, ვინც მანქანას ათხოვებს, ან ძმა და მართვის მოწვევის აღებას ამ პარათით იქნება 50 ლარის ნაცვლად, რომელიც ჩვეულებრივ ყველანი ვიღებთ 15 ლარი. აქ ჩამოხვედით ნაწილი რკინიგზით, საქართველოს რკინიგზიდან იმ მომენტში როცა აიღებთ ამას, ფასდაკლება იქნება 50 ლარი გზარობაზე. ამ სახში იუსტიციის საბუთების ლეგალიზაციაზე ფასდაკლება 20%, თეატრებში და მუზეუმებში 50%-ია ფასდაკლება, გუდაურის საბაგიროზე 70%-ია ფასდაკლება, ისე არის ცეცხლის ფასი უკიდია ძალიან მაგარი შვება. თბილისის ტრანსპორტში უკვე მოქმედებს 60%-იანი ფასდაკლება იცით და ამაში იქნება ინტეგრირებული. ფინანსთა აკადემიის, სამინისტროს აკადემიის სასწავლო კურსებზე ფასდაკლება, დაცულ ტერიტორიებში ჩასვლა მომსახურება 40%-იანი ფასდაკლება, სპეცტარიფი ბილაინისგან, ჯეოსელისგან, ტასაც მაღაზიებიდან მაგარი დიზელში 20%-იანი ფასდაკლება, აკვაპარკში და ეხლა ჩვენ ყველაზე მაგარი აკვაპარკი იქნება ევროპაში, ანაკლიაში
70% ფასი დაკლება იქ. Smart-ში Goodwill-ში თავდებას დაკლება. და მოკლედ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრივილეგია, რომელიც მოყვება სტუდენტურ ბარათს. აი სტუდენტური ბარათი დღეიდან თქვენ გაძლევთ გაგცეთ გადაყავხართ ამას პრივილეგირებულ კატეგორიებში. მეორე რაც არის მნიშვნელოვანი სტუდენტებთან მიმართებაში, თქვენ იცით რომ ჩვენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში შემოგვაქვს ახალი სისტემა, ეხლა დღეს როგორ არის, რომ თუ ჩააბარავთ, ხო გრანტი ვერ აიღო თავიდან. რაღაც მიზეზების გამო ვერ ისწავლა, ოჯახური პირობები ვერ აიღო გრანტი. მერე 4 წელი იძულებულია ისწავლოს სულ ფასიან სექტორს. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ყოველ წელიწადს მიცემთ შანსს, რომ გადააბარონ და ყოველ წელიწადს მიცემთ შანსს, რომ გადავიდნენ უფასო 100%-ით დაფინანსებას. ეს ერთი. ვილაპარაკებით კერძოებს, რომ მათაც მაქსიმალურად ხელი შეუწყო. მეორე, თქვენ იცით, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცემები გადაგვაქვს სკოლებში. წელს ჩავატარეთ მაგრა ეროვნულ გამოცემებს, მე ვიცი, რომ ზოგიერთ მშობლებს ნერვიულობდა, იმიტომ რომ პოლიტიზაცია მოხდა ამ გამოცემების თემის. ერთიანი ეროვნული გამოცემა იყო ერთ-ერთი თავარი მიღწევა, რომელიც ჩვენ მქონდა განათლების სფეროში, მაგრამ ყველა მიღწევა სჭირდება გაგრძელება და გამწობა. მაშინ სკოლები იმდენად ჩამონგრეული იყო, რომ სკოლებში ვერაფერს ვერ ჩავატარებთ. ამიტომ ცალკე გავიტანეთ ინსტიტუტი, ცალკე შევქმნით და მივეცით გავალება და მათ ჩაატარეს გამოცდა, ისე რომ სკოლებიდან იყო ეს მოწყვეტილი. დღეს 1500 სკოლაში და სერვერი. დღეს სკოლებში მკვეთრად გაიზარდა განათლების დონე. დღეს სკოლაში გაცდა რამდენიმე 1000 სერტიფიცირებული მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი და სხვა კვალიფიკაციის მასწავლებელიც უკვე აბარებენ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლა. წელს სკოლებში და მომავალ გასულ წელს შევიდა მანდატურები, სკოლები გახდა უსაფრთხო დისციპლინის დაცვა გახდა შესაძლებელი. ამიტომ უკვე წელს ეროვნულ გამოცდაზე იქნება ერთი ცვლილება მნიშვნელოვანი, ადრე როგორ იყო ეროვნულ გამოცდაზე რეალურად აპელაციას იგივე ადამიანი ამოწმებდა, ვინც გამოწმებდა შენაშრომს. შანსი არ ქონდა, ხა როგორ გადაასწორა თუ იგივე აკეთებს, ხო? ეს წელს უკვე შეიცვლება. რაც შეეხება მომავალ წელს. მომავალ წელს ეროვნული გამოცდები იქნება სკოლებში. ესე იგი სკოლის 8 გამოცდა პლუს უნარჩვევები მოგცეთ მიცემს ვინც ამას თქვენაც აღარ გჭირდება, თუ ვისაც ჭირდება უმაღლესი სასწავლებლის შესასვლელის ბილეთს. ეს არის სამართლიანი, იმიტომ თქვენც კარგად იცით, რომ ეროვნულ გამოცდებისთვის დიდი ნაწილი ემზადებოდა რეპეტიტორებით. ნუ ზოგი არა, მაგრამ დიდი ნაწილი რეპეტიტორებით. და სოციალური სამართლიანობის თემა დაიკარგა. იმიტომ რომ თუ რეპეტიტორი გჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ იმიტომ რომ ერთი პროგრამა ისწავლება სკოლაში და გარკვეული განსხვავებები, მათ შორის სერიოზული იყო ერთიანი ეროვნული გამოცემის ცალკე პროგრამა იყო. ეს სოციალური სამართლიანობის არ ყოფს. უნდა შეელოს სკოლაში, რასაც ჩვენ ვთხოვთ, აი იმ საგნების წოდით, რომ შეძლოს ადამიანმა ჩააბაროს იმ საგნის კარგი ჩაბარების პირობებში უმაღლეს სასწავლებელში. და უფრო მეტიც, მომავალ წელს ჩვენ უნდა შემოვიღოთ სტიპენდიები რეგიონების ნიჭიერი სტუდენტებისთვის, შეელოთ თბილისში, ბათუმში სიტყვაზე, ქუთაისში ჩამოსვლა და საცხოვრებელი სახლი უკირავოთ, როცა ადამიანი აბარებს კარგად, იმიტომ რომ ესეც სოციალური სამართლიანობის მომენტია. ახლა ერთმა ქალბატონმა მომწერა Facebook-ზე, რომ დიახაც ჩემს შულს ვამზადებ რეპეტიტორებთან და ესე მოამზადებ ბოლო 3 წელია, დიახაც ვერ ამაღებთ ამას ხელს. ძალიან გაბრაზებულა, როცა გავთქვი, რომ აღარ დაგჭირდება რეპეტიტორ სკოლებში. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ქალბატონო, რეპეტიტორებთან კიდე თუ კიდე მარს ხო გაქვს ფული? დაახარჯე რაც გინდა გააკეთე. რა თქვა, რა მომწერა კიდე. ეხლა კიდე უცოდინრობით გავავსოთ უმაღლესეს. უცოდინრობით კი არ უნდა გავავსოთ. ნიჭიერი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ქალბატონო სოციალურად დაუცველი სტუდენტების. რომ სამართლიანობა არის ესეთი, რომ ყველაზე გაჭირებული ადამიანი უნდა იყოს პირველ რიგში ხელშეწყობილი, რომ ცხოვრებაში წავიდეს წინ. და ვისაც ესე აქვს ცხვირი აწეული და გონია რომ მარტო მას ეკუთვნის, ეს ცხოვრება საქართველოში დამთავრდა და ვეღარ მოაბრუნებთ უკან. ჩვენ გვეკუთვნის დანარჩენ საქართველოს, გაგვატარეთ წინ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მე რამდენიც არ ვილაპარაკო რომ სინგაპური და ჰონკონგის გასვლა და ვადგევართ მათ შორის განათლების სფეროში. მე ძალიან კარგად ვიცი რომ საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს. ყველაზე მეტად მე ვიცი ეს საკითხი. მე ძალიან კარგად ვიცი თითოეული თეატრი, იმიტომ ჩამოვთვალეთ ეს პრიორიტეტი რამდენხელა მნიშვნელობის არის თითოეული თქვენგანისთვის. ყოველი კინოში სიტყვაზე ფასდაკლება შეყვარებულოგი და წაიყვანო და 15 ლარის ნაცვლად იქნება 5 ლარი შესვლა, იმიტომ რომ ეხლა სეანსებია 15 ლარი, ხო? რუსთაველში მაგარი შეიძლება უკვე რა. სად 30 ლარს რო გადაიხდე, სად 10 ლარს რო გადაიხდე. თან სტუდენტი ბარათს ამაყად რომ ამოიღე. ამიტომ პოპკორნზე ფასდაკლება არის თუ რა არ ვიცი, მაგათ რომ გადავამოწე. და აუცილებლად პოპკორნზეც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ მთელი არსი არის იმაში, რომ ეს სამართლიანობის ელემენტები არის აუცილებლად შემოსატანი
და აუცილებლად ყველას უნდა მიცეთ საშუალება, რომ მოახდინოს კარიერის კეთება, მოახდინოს უმაღლესი უკეთესი სწავლა, მოახდინოს წინსასწავლო, იმიტომ რომ დღეს მაგათი სკოლებში რომ შემოვიდგეთ გამოცდები, ამის შედეგად თუ ადრე არავინ აღარ სწავლობდა სკოლაში, მე-9, მე-10, მე-12 კლასიდან უკვე მე-11, საერთოდ არავინ არ დევდა, ხალხი დაბრუნდა სკოლებში. ეხლა ამ ხალხს უნდა მიცეთ საშუალება სკოლაზე მოახდინოთ თეატ კონცენტრაცია, არ იფიქრო რომ რაღაც პროგრამით სანდეს სხვა რაღაცა უნდა გადაუბაროთ. აი ეს არის რის დარგო ჩვენ გვინდა. ამავე დროს ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი საქართველოში უნდა დავნერგოთ. ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ რას ნიშნავს საერთაშორისო სერტიფიკატების დაგება? თუ ადამიანს SAT არ ჩაგებარებული სხვა რაღაცეები, ავტომატურად უნდა იაბარებდეს. უფრო მეტიც, მთელი წელი უნდა აბარებდეს. თუ სხვა ერთხელ ვერ ჩააბარა, საგამოცდო ცენტრი ადე მარტო ზაფხულში მუშაობდა. შევმინდეთ ნოემბერში ჩააბაროს, ოქტომბერში ჩააბაროს, იანვარში ჩააბაროს. მუდმივად მიცეთ ჩანს რომ გადააბაროს. სიტყვაზე არ ჩააბარა სკოლაში, 5 წელი სადღაც რაღაც სხვა აკეთა, დაბრუნდა უკვე ჩააბაროს საგამოცდო ცენტრში გამოცდება. და კიდევ ერთი 40 ლარი ღირდა აქამდე ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასცდა, რომელიც უკან არ ბრუნდებოდა. სამწუხაროდ წელს ასე იქნება, იმიტომ რომ დაულაგებლობის გამო უფრო ადრე განათლების სამინისტროში ადრე გაკვეთები ჯობდა, ისე 40 ლარი აქ გადახდები ხალხს. მომავალ წლიდან სკოლაში ეს გამოცდები იქნება უფასო. ამიტომ კიდევ ერთი სოციალური შეღავათი ჩვენ ხალხს, კიდევ ერთი პატარა რაღაცა იმისათვის, რომ უკეთესი ცოტა უკეთესობისკენ მათი ცხოვრება თითოეული ოჯახის წავიდეს და რაღაც სხვა უფრო სასარგებლოს დახარჯოს, თუნდაც ეს 40 ლარი. ახლა მე მინდა მარიამს მინდა ვთხოვო, რომ გადმოგცეთ პირველი სტუდენტური ბარათები აქ დღეს, ესე იგი 11 ივნისს ოზურგეთში ლალი ასამბაძე პირველი. სადა. ჩვენ ოზურგეთში ხარ? ხოხატავ. ხოხატა ყველაზე მაგარი ადგილია. მოვილოცე. სოფიკო გლონტი. სადა ვაშაყმაძე. სადა. ამას თათია მოისტრაფიშვილი. რაღაც სუგურელები ხარ შეკრებილი ესეවත්. ვანდო. გიორგი მგელაძე. გურულები შემოსევა. ვაჩერს მინდა გითხრათ გურულებს, რომ ჩვენი თავარი საგანძური, ჩვენი მეც ნაწილობრივ გურული ვარ. წელს ბახმარო, აი ისეთი იქნება, რომ აი ყველანი პირს გავაგებ. ძალიან მაგარი გამოვა. მაია თავაძე. ნათია გულბიანი. ვანდო. და ნინო გიორგაძე. ვანდო. ნინო. დაჩერე მე აიღებთ, ყველაფერი უფასოა და მოკლედ ეხლა შევესიოთ კინოთეატრებს, ბიბლიოთეკებს და სხვა შორის და უბრალოდ სხვადასხვა მედიატეკებზე, ბიბლიოთეკებში სხვადასხვა ესეთ ფასიან, სადაც ინფორმაცია დაკლებებია. კინიგზაზე არ ჩამოხვიდეთ მატარებლით წინ და უკან თან წელს ბათუმში 4 საათზე ნაკლებში დავიწყებთ უკვე ჩასვლას თბილისიდან. მოკლედ ისარგებლეთ სანამ ხართ ბავშვები აღარ ახართ უკვე, მაგრამ სანამ ხართ ძალიან ახალგაზრდები, სტუდენტები და სანამ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ სტატუსის პრივილეგირებულს. სტუდენტობა საქართველოში ხდება პრივილეგირებული სტატუსის მატარებელი და ასეთ პრივილეგიებს ჩვენ ხოლმე მივესალმებთ. დაბა თქვენიც. ვადაუთ. და კიდევ ერთი ბოლო გამოცხადება, ძალიან მალე ყველა ატესტატს აიღებს საქართველოში სკოლის მასწავლე ამ იუსტიციის სახლებში. ხილალი კლინტონი და რაკნა ჩვენ ხო ჩაუტარეთ, უბრალოდ გიორგიმ ჩაუტარა ექსკურსია ვაშაძე. მე რაც გიორგი მოყვა ეგეთი მახსოვრობა კომპიუტერივით არ თავი. როდამთავრდა შეხვდა მანქანაში გვეჯდებოდა, მოტრიალდა, მოკიდა დელეგაციას ხელი, ყველა თავის შურას წავიდა, თითო ხელახლა ჩაუტარა, ხელახლა ექსკურსია იუსტიციის სახლში, ოღონდ სახში ოღონდ თქვა რომ დაამატა რომ ამერიკაში ეს ალბათ არასდროს არ გვექნება ჩვენ და საუბედუროთო. და გამოუგნებელიაო, ერთ 5 ჯერ გაიმეორა. აი ამ გამოუგნებელ ადგილზე ვაკეთებთ ამ პრეზენტაციას და აწი ყველაფრის გაკეთება შეიძლება აქ, რა ვიცი, აბსოლუტურად ესე თმების შეშრობის გარდა, როგორც ხურობ ხოლმე, დაანჩეს ყველაფრის აკეთებენ იუსტიციის სახლში, აბა თქვენიც.